ჩვენთან კი ტრადიციულად პარასკევ დღეს უკვე ყველა მიცით მაყურებელმა რომ გვაქვს ძალიან საინტერესო რუბრიკის დრო გემრიელის ესე ვთქვათ ეთერში შემოგვიერთდება შეფ მანუელი და მოგვიმზადებს ძალიან გვასწავლის უფრო სწორად როგორ მოვამზადოთ ჩინური ძალიან გემრიელი კერძი გუნბაო დარწმუნებულია რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ჩინურ სამზარეულოს მოყვარული და საინტერესო იქნება ნახოთ აბა როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი გუნბაო მოგესალმებით მანუელ მოგესალმებით კოლეგებო დილამშვიდობის ძვირფასო მაყურებლებო ну პირველ რიგში რადგან ასე ვთქვათ ამ კვირის განმავლობაში პირველად გამოვჩდი ეთერში უფრო სწორად მინდა მოგილოცოთ აღდგომის წინვალე დღესასწაული ყველას რაც ეხება ჩვენ დღევანდელ კერძს ქვია გუნბაო ბევრ რამოდენიმე ვარიანტს შევხვდებით ამ სახელის ეს არის მე-19 საუკუნის შექმნილი კერძი სიჩუანში პროვინციაში და ნუ მართალია ესეთ ხანგრძლივი ისტორია არ აქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძია და რაც თავარია მზადდება უმარტივესად. თქვენ შეიძლება შევხვდეთ ბევრი ვერსია ამ კერძის. მე შემოგთავაზებთ ისეთ მეტნაკლებად ადაპტირებულ ვერსიას და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ქათმის ფილე, თუმცა სხვა ნაჭერიც შეიძლება ქათმის გამოიყენოთ. ჯანჯაფილი ან კოჭა, მიწის თხილი, ბულგარული, წითელი, ამ ვარიანტში გამოიყენოთ ბულგარული, დაღერღილი წიწაკა, თუმცა არაჩვეულებრივი იქნებოდა კარგი მეგრული შებოლილი წიწაკის გამოყენება იქნებოდა ფანტასტიკური. მწვანე ხახვი, მარილი, შაქარი, სახამებელი, სოიოს соуსი, სეზამის ზეთი და მე მგონი არაფერი არ გავუჩი. ну თავარი არის ამ კერძში მარინადის მომზადება და უნდა დავიწყოთ. ну შეგვიძლია მაგალითად დავიწყოთ ჯანჯაფილის გასუფთავებით. არ არის საჭირო დანის გამოყენება, არც საფლელის. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ესე კობზით გასუფთავოთ ჯანჯაფილი, როგორც ხედავთ. ბევრი არ მინდა დაახლოებით 1-20 გრამამდე ეს ნაჭერი გვეყოფა. ნიორიც დაახლოებით იგივე რაოდენობის უნდა გქონდეს გამოკვეთილი ისეთი ნივრის გემი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯანჯაფილი იქნება საკმარისი და უნდა დავჭრათ. ესე სლაისებად. ეს რაც ეხება ჯანჯაფილს. ნიორიც სლაისებად უბრალოდ გაჩვენებთ და მე უკვე ეთერს მიღვა დავასრულებ ამის მომზადებას. რაც ეხება ქათამს, აქ ჩვენ გვაქვს ფილე, აუცილებლად უნდა მოაცილოთ აი ეს ცხიმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ეგრეთ წოდებული კონტრფილე. მოგვიწევს ჩვენ სხვა კერძებთან მიმართებაში ამის გამოყენება არის ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი, უნაზესი ნაჭერია, ასე რომ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ. იჭრება ყველაფერი კუბებად. აი ესე დაახლოებით. დიახ. კი ბატონო. მოკლედ მე ეს ქათამის დამარინება უნდა მოვახდინოთ. ძალიან მარტივად სოიოს соуსი, მარილი, შაქარი, სახამებელი და რაც ეხება ინგრედიენტებს, გიმეორებთ საკმაოდ მრავალფეროვანი ინგრედიენტები არ არის. ჭირდება მწვანე ხახვი, ну დავიწყოთ ქათმის ფილეთი, ბუნებრივად. ქათმის ფილე, მწვანე ხახვი, ნიორი, წითელი ბულგარული, თუმცა შეგიძლიათ ორივე გამოიყენოთ ან სამივე. მიწის თხილი აუცილებლად, მარილი, შაქარი, სახამებელი, ეს აუცილებელი ინგრედიენტია, სოიოს соуსი, სეზამის ზეთი, ჩვეულებრივი ზეთი და ძმარი. აი ეს ინგრედიენტები დაგვჭირდება. თუმცა გიმეორებთ, თქვენ შეიძლება შევხვდეთ სხვა ვარიანტებიც, გუნბაოსი და მაგალითად არის ეგრეთ წოდებული დასავლური ვერსია, სადაც გასაგებია რომ ემატება უკვე მაგალითად სუკინი ან ყაბაყი შეგიძლია დაამატოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მზადდება ძალიან სწრაფად, როგორც გითხარით, თავარია მარინადი. აი ხა დავჭერთ ქათამს. აი ესეთ ნაჭრებად. ოკეი. ამას მე დავამატებ. აქ დავჭირდება შაქარი. შეგიძლიათ გამოიყენოთ соуსი ხოისინი, ეგრეთ ჩინური, რომელიც შეიცავს საკმაოდ ისეთი თბილია. მაგრამ ჩვენ ყველაფერი ჩავყაროთ უფრო მარტივი ვარიანტი გავაკეთოთ, მარილი, შაქარი და როგორც გითხარით, სოიოს соуსი. აი ეს არის მარინადი ქათმის ხორცით და აქ უკვე ცალკე ვაკეთებთ მარინადს, რომელიც მე უნდა დავასხათ, ეს არის სოიოს соуსი, ეს არის ძმარი. ოკეი. ეს არის შაქარი, მარილი, სეზამის ზეთი და რაც თავარია, აი ეს ძალიან ცოტა, იმიტომ რომ მძაფრი გემო აქვს და ქათამს აუცილებლად უნდა დავამატოთ აი ესე სახამებელი და უნდა მოვურიოთ. ეს შეგვიძლია გავაჩეროთ დაახლოებით მინიმუმ 1.5 საათი. აი ესეთი მარტივი მარინადია, როგორც ხედავთ. ოკეი. თუმცა მთელი ღამეს რო გავაჩეროთ, არაფერი უჭერს, მშვენიერი კაი შედეგი გექნებათ ხანგრძლივი მარინადში გაჩერებისას. ეგ არის და გორის ციხე და დანარჩენი უკვე ნელ-ნელა ასე ვთქვათ დაგვეწევა მომზადების პროცესში. ერთი კითხვა მქონდა, მე რომ გონია ხოლმე რომ ტკბილცხარე соуსის გემოს რომ გძნობთ ხოლმე ამ გუმბაოში, ესე იგი ეს არის სოიოს соуსი პლუს შეიძლება მეგრული აჯიკა, ხო? დამატებული. შაქარი აუცილებლად სიტყვას. რატომაც არა. კი ბატონო, ან თაფლი. ან ხოისინი. ან კიდევ ხილზე გქონდა კითხვა გოგა რომ მოხალოთ თუ არა. მოხალული უნდა იყოს თუ არა ხილი, ახლა უბრალოდ მაინტერესებდა ხილი, მიწისძველი მოხალული უნდა იყოს. მიწისძველი. კი ბატონო. დიდი მადლობა შემოგიერთებით, ეს უკვე მოხალულია. დაუბრუნდებით მანუალს ჩვენ გადაცემის ბოლოსკენ და უკვე ნახავთ რა მდგომარეობაში და რა ეტაპზე იქნება ის არაჩვეულებრივი კერძი, მაინც ვიტყვი რომ არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი კერძია. ხო, მართალია, მაგრამ ადგილ-დღესაც გასაკეთებელია, რა თქმა უნდა, თუ სეზამის ზეთი გაქვს სახლში, მარცვლებიც გაქვს სახლში და ასე შემდეგ ყველაფერი, ადვილად დასამზადებელი იქნება. კარგი კერძი. მოამზადეთ აი ეს ჩვენი მარინადი, რომელიც უნდა დავასხათ ბოლოში უკვე გავსეჯე. სიტყვა სიმჟავის ბალანსი დაცულია, ქათამი გვაქვს უკვე გამზადებული, თხილი უკვე მოხალული დამახვედრეს, მაგრამ ხილი წესით და რიგით უნდა მოიხალოს ტაფაზე, მაგრამ გასარჩევად მაინც უნდა მოიხალოს წინასწარ, ასე რომ მერე გავშვენებთ მიკროტალღურში როგორ შეიძლება მაგის მოხალვა ძალიან მარტივად. და მოდით წინ წავიდოთ საქმე და დავიწყოთ ქათმის ხორცის მომზადება. აქაც ჩვენ ოდნავ ვარღვევთ, ასე ვთქვათ, თანმიმდევრობას, იმიტომ რომ ფილესთან გვაქვს საქმე. ჩვენ რომ სტანდარტულად, ასე ვთქვათ, ტრადიციულად დავიწყოთ ამის მომზადება, ფილე გამოგვიშრება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფილებს უბუქად მოამზადოთ, მერე გადმოვიღოთ ცალკე და უკვე დანარჩენ პროცესს თქვენ თვითონ ნახავთ. ტაფა არ არის ძალიან ცხელი, მაგრამ არ აუშევს. გავაცხელებთ ახლა კარგად. აუწევთ, აწეულია. იბა. ესე ზეთში უნდა კარგად მოვშუშოთ, მაგრამ არ უნდა გადავამეტოთ, იმიტომ რომ გამოგვიშრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ზეთის ნუ გეშინიათ, ეს ზეთი მე სახამებლის მეშვეობით, ასე ვთქვათ, არ გამოჩნდება, უფრო კერძში შეიკრება. და ეხლა ეს რომ მომზადება გადავიღებთ ცალკე და მერე უკვე ბოლო ეტაპზე გაჩვენებთ აუცილებლად ეხლა. ოკეი. კაი, ქათამი მომზადება, ყველაფერი გვაქვს გამზადებული, ასე რომ დაგვრჩა ბოლო ჩართვა იმისთვის რომ დავაგემოვნოთ უძველესი კერძი გუნგ პაო. დიდი
დიდი მადლობა აუცილებლად დავაგემოვნებთ და შემდგომ შევატყობინებთ ჩვენს მაყურებელს როგორი გემრიელი გამოგვივიდა ეს კერძი. გადაცემის დასკვნით ნაწილში დასაკვირველია ისე არ წავალთ აქედან რომ არ შევეიხედოთ ჩვენს სამზარეულოში მანუელთან და შევიტყოთ თუ რა სტადიაში იმყოფება ჩვენი გუმბაო. ანის გამომგზავრებთ ახლა იქეთ დასაგემოვნებლად დაგენაღულება როგორ გამოიყურება საკვებს მიირთმევ რა ხდება მანუელ? რა ხდება? არაფერი დასკვნის სტადიაში ვარ ნამდვილად. ქათამი უკვე მოამზადეთ, ახლა შევუდგეთ კერძის აწყობას, ანუ საბოლოო მომზადებას. ოკეი? თაფა გვაქვს გაცხელებული და ვიწყებთ მაგალითად მიწის თხილით. იცი, მიწის თხილი თუ არ არის კარგად მოხალული, ამით უნდა დავიწყოთ ნამდვილად. ოკეი? გაცხელდა? კი ბატონო. გაცხელდა. ამას მუნჯისენა რასაც ქვია. ხო, თითქოს. კი ბატონო, გაცხელდა, ამას დავამატოთ ცოტაოდენ ციცაკა. დაღერღილი, ესე. გემოვნების სამებს ვის როგორ უყვარს. ოკეი. ისრები არის არეული. კაი, არაუში. ოკეი, ეხლა აუცილებლად ჯანჯაფილი და ნიორი, რომელიც უნდა კარგად მოიხალოს, მოიშუშოს უფრო სწორედ. ამასთან ერთად, ოკეი. ძალიან კარგი. აქვე ბულგარული მწვანე, წითელი უფრო სწორედ. ოღონდ შეგიძლიათ მწვანეს ყვითელის დაამატოთ. ესე. ეს უნდა მსუბუქად მოიშუშოს. ძალიან კარგი. შვენიერია. ეხლა ოდნავ დარბილდება ბულგარული, დავამატებთ ხორცს ქათმის, რომელიც თითქმის მომზადებულია. ჩვენ დავიზღვიეთ თავი და ეს ქათმის ხორცი მოამზადეთ წინასწარ იმისთვის რომ დარჩე. როგორ ახარ? გადასარო ადგილას მოხდი მე მგონი. კარგად. ცუდი ადგილი ნამდვილად არა. როგორ ძანდები? კარგად, შენ როგორ ახარ? მადლობა, კარგად. აბა როგორ გამოიყურება აი შენი თეთრი მადის აღმძრელად ნამდვილად. მეგრული აჯიკა ვქენით? მეგრული აჯიკა არა, მეგრული შებოლილი ციცაკა. შემდეგ იმაზე აუცილებლად მომიტანე და დავამატებ. საუცილებელი. მოდი თქვათ, აი ზუსტად აი რამდენ ხანში არის შესაძლებელი რომ გამოგვივიდეს ეს კერძი? ეს კერძი? დიახ. თუ ინგრედიენტები გაქვთ გამზადებული, პრაქტიკულად, ნუ რა ვიცი, მაქსიმუმ ალბათ 1 წუთში. 10 წუთში. 10 წუთში შეგიძლიათ ეს კერძი მოამზადოთ. ძალიან სწრაფად მზადდება. აი ესე. აჰა. და ისეთი ღრმა ოდნავ ისეთი ტაფა უნდა რომ ნუ ვოკია საჭირო, რა თქმა უნდა, სულფად ვოკი არ არის. და დაგვივარდეს. ცოტა უხლია, მაგრამ არა უშავს. და აი ბოლო სანამ ხავს დავამატებთ, ვამატებთ აი ამ მარინადს. კი ბატონო. ეს მარინადი გვახსოვს ხო? მარილი, შაქარი, სეზამის ზეთი, სოიოს соуსი აუცილებლად. ოკეი. ეხლა ეს ცოტა ამოშრება და იქნება უკვე ჩვენი გუმბაო მზად. სახამებლის ხარჯი შესკელდება ოდნავ და ეს სიპრიალე მიეცემა. ესე იგი მე როგორც ხვდები, ნუ ისედაც ასე უნდა დამზადდეს ეს ფილე, ხო, რომ ცოტა ფრეშს რომ ეძახიან ისე არ გამოგვიშრეს, ხო. არ უნდა იყოს ზედმეტად დამუშავებული თერმულად. ინგლისურ overcook რასაც ეძახიან. ხო. კი ბატონო. აი ეს არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ეტყობა კიდეც როგორ გამოიყურება. დარწმუნებული ვარ რომ დალის და გოგასაც უნდა ჩემ ადგილას ყოფნა და მალე დავაგემოვნებთ. შვენიერი. ხახვი მწვანე, როგორც ბოლო ასე ვთქვათ, ნაბიჯი ცოტა დარბილდეს ეს ხახვი და შეგვიძლია მე ბულგარული მიყვარს ალდენტე, რასაც ქვია, ნაკლებად
მომზადებული, მაგრამ ეს გემოვნების საკითხი ასე რომ ყვითელსაც ურევენ ხოლმე მე მგონი ხო? ყველაფერს მე მაგალითად ვახსენე ხო აღმოსავლური ესა დასავლური ვარიანტი კი არის. ბატონო, სხვადასხვა. ნუ ამის ოსტატები ასე ვთქვათ ამერიკელები და უფრო ჩინელები ამერიკაში. როგორც შექმნეს როლები, ესე შექმნეს ხუმბაო, ასე ვთქვათ, ადაპტირებული, ხო? ბატონო. ამერიკულ გემოზე. ისინი მაგალითად ამზადებენ როგორც აღნიშნე უკვე ხაბაკი, ცუკინი, ანანასი უხდება ხატავს. ესე იგი ფერებშიც მრავალფეროვნება ანანასი არის აი რაღაც სასწაული. მწვანე, ყვითელი და ყვითელი შეიძლება ასე იგი ანანას თუ დავამატებ. კი. ყვითელი, მწვანე, ყვითელი. ყვითელი ბულგარული ანანასი. დედა რა გემრიელად გამოიყურება. ესე იგი ერთი სული მეთოდის ჩავალდა თუ დამიტოვა ვინმე. კარგად, ნამდვილად. და დაგვინდეთ. კი, აუცილებლად. ნუ შეგვიძლია უკვე იდეაში სერვირება. დაახლოებით რამდენ კაცია ნეტა ეს გათვლილი ეს კერძი ამ ეს არის ნუ ალბათ არა გააჩნია შეჭამს ბუნებრივია ასე ვთქვათ კოლექტივში რა დამოკიდებულება ასე ვთქვათ ერთმანეთში ძმურად უნდა გავიყო გავინაცვლოთ არა ეთქვათ ოჯახში რომ მოამზადონ რა ვთქვათ აი ეს ბევრი არის საქართველოში რაღაცნაირად ისეთი გემოები არის მისაღები ყველასთვის ხო ეს ოჯახისთვის ნუ ერთი 4 კაციანი ოჯახისთვის მე მგონი საკმარისი. ანუ მშვენიერია ყოველ შემთხვევაში. ისეთი ულუფა, უხვი. ნუ ამას კიდევ გარნირს დავუმატებთ რა ბრინჯის სახით გარნირს. ხო, ბრინჯს თუ დავამატებთ. რა თქმა უნდა. მოდით ამას აგაცლით. და საკმაოდ არა ნაკლებ კალორიულია როგორც მე ვხვდები, ხო, იმიტომ რომ მაინც ისეთ რა. კი. ნაკლებ ხო გითხრათ დაბალკალორიულია მოვიტყუდი რა ზეთის ხარჯი და ზეთის ხილი 100 გრამში 100 გრამში არის 700-მდე ყოფილად დაბალკალორიული ნამდვილად იმიტომ რომ ზეთი მიწის ხილით მიწის ხილის კალორიულია მიწის ხილის ზეთი ძალიან ნომერია კი ბატონო ნუ ხათამი აქვს ხათა ხო ეს დალიგო გამალე შემოგვიერთეთ კი დავამთავროთ სასწრაფოდ მე მგონი უპრეანია რომ ასე ვთქვათ ოჯახის ან სამეგობროს რაციონში შემოიღოთ ეს კერძი იმიტომ რომ ძალიან მარტივად მზადდება სწრაფად და რაც სავარია გემრიელი ძალიან პარალელურად ვეხებით ისტორიას ძალიან დიდი მადლობა შეფმანო ურმესი მადლობა და თვალე დამიტოვებენ ჩვენს ჩავალთ შემდეგ პარასკევამდე ვემშვიდობებით და კიდევ საინტერესო კერძებს ველოდებით მისგან